მარტო ხელაკაცი მთაში. ტელემაყურებლებო, ეს არის ყველასთვის საყვარელი გადაცემა მარტო მთაში. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზღვის დონიდან 4200 მეტრზე. ძალიან მაღალმთიან სოფელში. უახლოესი დასახლებული პუნქტი ამ სოფლიდან მდებარეობს 14 დღის სავალზე. მოდი ახლა გაგაცნობთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის გმირს ბატონ დათიკო ბაბუს. როგორ ძადებით, დათიკო ბაბა? შემაშინეთ ცოტათი. სასიამოვნოა. ბოდიში ტყეში ისე და მთაში სუმარტო ვარ და მეგონა რომ მგლები დამესხენ თავს მეთქი და ეგრე ვიგერიებ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემთან 4200 მეტრზე მარტო მე ვარ. კი, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სოფელში ცხოვრობს მხოლოდ დათიკო ბაბუ. კი, მარტო მე ვარ, დიახ, მარტო მე ვარ, დიახ. მე და ცხოვრები ძირითადად და ძროხები და ხმოები. მოდი მაყურებელს მოუყვეთ, როგორია თქვენი ერთი დღე? აი, დილიდან დაღამებამდე. ჩემი დღე დილიდან დაღამებამდე, ესე იგი, დილით ვდგები 5:30-ზე. 5:30-ზე ვიღვიძებ, უკვე ჩაცმული ვარ რა, იმიტომ რომ ტანსაც მძინავს. დედასაც ძინავს, მე გამოვდივარ ეზოში გამოვდივარ, ცოტას გავიზმორები, მე შევალ ხმოებთან, ხმოებს ცოტა აქეთ გამოუშვებ, მე ხმოებს რძეს დავალევიებ, ხმოებს რძეს დავალევიებ, მე ეზოში გამოუშვებ, მე შევდივარ ძროხებთან, ძროხებსაც გამოუშვებ, ძროხებს ვაბალახებ ძროხებს, მე ცხრებთან მივდივარ. ცხრებს გავუღებ, ესე იგი ბოსნის კარებს და მე გადავყავ სიკით საჭიხეში და საჭიხედან გავუშვებ მე მინდორში. ხო და მე თხებთან მივდივარ. თხებთან რომ მივდივარ, მე თხებს გამოუშვებ. გამოუშვებ ამ თხებს და ეს თხებიც ხო მიდიან, გზაში მიდიან თხები და ამასობაში დაღამდება. ხო და რომ დაღამდება, მე ამ ძროხებს მოვიყვან ისე იმიტომ რომ მოწაწოლები არიან უნდა მოწელო საბალახოდ რომ მე ხმოები უნდა შემოვიყვანო თუ რამე რძე დარჩა ეს ხმოებმა უნდა გამოგეჭონეს რძე მე ცხებს შემოვიყვან თუ გაზაპარსი ეხა ცხარი უნდა გავპარსო თუ რომელიმე მოიგო და ის ცხარს უნდა მოვარო პატრა მასა მე შემოვიყვან თხებს უნდა მივხედო ზოგი უნდა მომწერო ზოგი მე ყოლი უნდა მოვიყვანო და ესე მე გახდება ღამის 2 საათი და მე ვიძინებ მე ვიძინე ხო 6 საათი ხო უნდა ავდგე ისე ისე თავდა ძალიან საინტერესო დღის რუტინა გაქვთ რავი რუტინა კი რა დედის არის მაგრამ რა თუ გინდა რუტინა და არ გქ რა ვიცი რა მაგარი კაცია დათიკო ბაბუ ძალიან ირაკლი რა დღეში ხარ ვერ გავიგე გადაცემას წერთ ეს ამოვჭრათ კი კაი გავაგრძელოთ ესე იგი ალბათ დათიკო ბაბუ რთულია აქ ცხოვრება ხო გააჩნია როგორ შეხედავ ხარ როგორ გითხრე ხარ 6 თვე ვარ ზამთარში თოვლში ანუ აქ 6 თვე 6 თვე არის ზამთარი, დიახ, 6 თვე ზამთარია, დიახ. ანუ შეშის პრობლემა იქნება თავის. შეშის პრობლემა არანაირი პრობლემა არა, მაგრამ 4 წლის წინასწარ მაგ დაჩეხილი. 4 წლის. შეშა აი ხა თქვენ ამოხვიდოდით, ჩეხავდი და მაგროს შემოყოდით თქვენს და. გასაგებია, მაგრამ რად გინდათ 4 წლის შეშა ესე წინასწარ რამდენი რო დაჩეხეთ? არა, წინასწარ არის, იცით თქვენ ეს ჭიროვლის მორჯულება ნანახი გაქვთ თქვენ ჩელენტანო რო ჩეხავ შეშას. ანუ ყოფტებით ხა ქალი რომ მომინდება ხოლმე, შეშას ჩეხავ ხოლმე და შესაბამისად აგე 4 წლის წინასწარ მაგ დაჩეხილი. დიახ. ისე რამდენი წელია რაც მარტო ცხოვრობ? 15. და არ გიჭირთ მერე? არანაირად, რა ვიცი რა, მთავარია შეშა მქონდეს და ნაჯახი და აბა რავი. რავი, ისე რა ცოტა რთული კი არის დამლაპარაკებელი არავინ არ მოყავს, მაგრამ ესეთი რა, რავი, აბა შევეჩვიე სიმართლე გითხრათ რა, იმიტომ რომ დამლაპარაკებელი არავინ არ მოყავს რა, აი, ვიღაცა რო ხმას მცემდეს, ახლა მარტო ცხრები ბე ხო არ არია რა, მარტო ძროხა ხო არ არია რა და მარტო თხა ხო არ არის ახლა. მესმის ძალიან რთულია ალბათ დამლაპარაკებელი. ძნელია, მაგრამ ძნელია მარტო აბა არავინ არ მოყავს დამლაპარაკებელი არავინ არ მოყავს ხოლმე ხო და ისე ხანდახან ჩემთავს ველაპარაკები ხოლმე. რა, სარკეს ჩავიხედები ხოლმე და ჩემთავს ველაპარაკები ხოლმე. ხშირად ხო, მაგრამ ეს 2 დღე არის გაბუტული ვარ. ხო, და ხმას არცემ. ხმას არცემ, საერთოდ გამაბრაზა და გაბუტული ვარ, არ ველაპარაკები ხოლმე. სარკეს ისე ჩავლი ხოლმე რომ მეზავედი ხოლმე და გაბრაზებული ვარ. რავი, აბა თუ მომიბრუნდა გული და ველაპარაკები ჩემთავს და თუ არ მომიბრუნდა გული არ დაველაპარაკები რა. ჩემნება არ არის, მე დაველაპარაკები და დაველაპარაკები. რა თქმა უნდა თქვენი ნება, მოდი გავაგრძელოთ ინტერვიუს ჩაწერა დათიკო ბაბუ, ნადირობა თუ გიყვარს? ნადირობა ძალიან მიყვარს, ტყვიას შევაჯენ.
ტყვიაში აბა სოფელში ნადირობა უნდა გიყვანდეს კაცს აბა ეს ჩანს კიდეც გარემოს რომ დააკვირდე იმიტომ რომ დახრეტილია ყველგან ნახრეტებია ეზოში ღობეები აი ქვაბიც გახრეტილია მხედავი კარებსაც აქვს ნახრეტი რავი კარადაც ნახრეტებით არის გარმონი გარმოსაც აქვს გარმოსაც აქვს აბა ისვრით ხოლმე ანუ ამიტომ არა ტყვის ბრალი არ არის აბა ისი ბრალი თაგვის იყოს თაგვი თქვენახან ეგრე გინდათ იყოს თაგვი რა მოხუცდი უკვე და თაგვი შეიძლება პატარა წუნა შეიძლება პატარა რა ვიცი აბა წუნა კარგი ნათიკო ბაბუ მოდი გავაგრძელოთ გავაგრძელოთ რა ვიზა აბა სუშეშა სხვა არ დავჭეხა სუშეშა ჩემ ამტერმა ჩეხა კარგი განვაგრძელოთ ინტერვიუ მინდა გითხრათ რომ თქვენ ცხოვრობთ მართლა ნამდვილ 60-ში საოცარი გარემოა მაგრამ ქალაქის ცხოვრებიდან რამე არ გენატრებათ ისე კი სიმართლე გითხრათ კი მენატრება ხოლმე როგორ არ მენატრება ხანდახან მენატრება ხოლმე რა ქალაქის ხმაური მენატრება ხოლმე რო ვიღაცა დამლაპარაკებელი მენატრება ხოლმე და რა ვიცი აბა ხანდახან აი კლუბის მომენატრება ხოლმე მუსიკა მენატრება და ზოგადად აი რაღაცა ის მენატრება ხოლმე ვიღაცა რო დამელაპარაკოს ვიღაცა უბრალოდ ხმა რო გააფცეს ხოლმე და აი უბრალოდ ხა ალერსი მენატრება მანდილოსანი მენატრება და კიდე რა ვიცი ხა მანდილოსანის მენატრება ბოლოს რა თქვით ვერ გავიგე რა გენატრებათ? ნატრება. ეს არის გაურკვეველი ხა, ჩემთვისაც და ალბათ მაყურებლისთვისაც რა გენატრებათ? მე მგონი გავიცი აბა. მე მგონი დავიცი აბა. მისთვის როგორ ხა, ჩემთვის იმირა რავი, აი. იმირა გარკვევით არის და ყველაფერი და რავი აბა რა გითხრათ აბა. ბოდიში მაგრამ თქვენ რა ქვიათ? მე მქვია თამარი. თამარი ქალის სახელია რა სამოკლაცო. თამარი ხო ქალის სახელია? კი, და ქალი ვარ. ქალი ხარ? ირაკლი ხო აქ ხარ? კი, ეს. ქალი, თვალით არ მინახავს, ამდენი ხანი 1 წუთი? დაბძანდით. ქალი ამას ცოტა გაზი გასული ექნება, მაგრამ ბუ. კარგი, ეს ხო ამოჭრათ, აუცილებლად. მოდი გავაგრძელოთ, ხო, გეჭიროთ ეს კადრისთვის კარგია. მოდი განვაგრძოთ გადაცემის ჩაწერა, დათიკო ბაბუ. არ გიჭირთ აქ მარტო ყოფნა, განსაკუთრებით ალბათ მძიმე იქნება ზამთარში აქ ყოფნა. ზამთარში მაგრამ მიჭირს, ზამთარში, მაგრამ უფრო გაზაფხულზე მიჭირს. გაზაფხულზე მიჭირს, ხო, გაზაფხული მაინც ხო ბუნება, იღვიძებს ბუნება და ოჩი მაინც ჰორმონები თავისაშვება და მე ცოტა მამალი კატა მყავს მეორე, ხო და მე და ჩემ მამალ კატას მარტში ძალიან გვიჭირს რა გაზაფხულზე, ძალიან გვიჭირს ხოლმე, იმიტომ რომ რავი, აბა გაზაფხულია ხო იცი მე კატა დააკეთ კიდე მე და აი დამოფხოჭრილებს ხო ხედავ იმ კარებზე. აი მარჯვენა არ ვარი, ეგ ჩემი კატის ჩამოკაწრულებია და მარცხენა ჩემი ჩამოკაწრულებია, იმიტომ რომ ხო იცით ხა სუშეშა ხო არ დავჩეხავ არა. მის ხო გასაგებია, მოდი განვაგრძოთ ისევ და შემდეგი კითხვა არის ესეთი ჩემგან. კითხვა არა, უფრო შეფასება ვიტყოდი. ძალიან კარგია. შემაფასე, ძალიან კარგია აქ ცხოვრება, იმიტომ რომ ყველაფერი გაქვთ ნატურალური. არა? ნატურალური ხორცი, ბოსტნეული ძალიან კარგია, ნატურალური. მართალია, ნატურალური ყველაფერი კაია, მომწონს ნატურალური, მაგრამ მე სილიკონზეც არ ვამბობ უას, სილიკონებიც მომწონს. სილიკონები, თანამედროვე ტექნოლოგიები ძალიან მომწონს. აი, თქვენ იჯექით. მიჯდე? დაბზანეთ კითხვები. აი ისა, ყავას ხო ვერ დამალევინებთ რამე ცხელი. ყავას დაგალევიებ. ისა ცოტა ხანი რომ პაუზა გავაკეთოთ. კი, პრობლემა არ არის. ყავაზე. შენა ისა რა, შენ სახელი ჯიგარო მე ირაკლი. ეხა უკვე მიდი რა ყავა მოიტანე ზურა და უცებ გავარდი მარკეტში რა. არ გაქვს ყავა? არა, სახში არა მაქვს ყავა, არაფერი 1 წუთი ვნახო. არაფერი არა მაქვს, აბა ყავა არა მაქვს. არა მაქვს ყავა, აბა საიდან აბა ყავა, აბა აქვეა მაღაზია, აქვე. სად აქვეა? 62 კილომეტრია სულ მაღაზიამდე. გასაპარაკობთ, კაცო. 60, თავარია თორმა არ მოგისწროს, შვილო, თორემ. ვეცლები რომ ვიჩქარო. მიდი. ირაკლი. ჩვენ გავაგრძელოთ ურთიერთობა სანამ ირაკლი მოვა და კარგი, დაბძანდით. და
დავბრძანდე კი ბატონო. იცი რა მგონი ესა აჯობებს მგონი რომ მეც წავიდე და არა, სადღაც წახვიდე. არა, როგორ გეტყვით, სადმე მიდიხართ კაცო. ჩვენ ვილაპარაკობთ, ვისაუბროთ აქ დამლაპარაკებელი მაინც მეყოლები თქვენ და თქვენგან ბევრ რამეს კი არ მოგვითხოვ თამარ. თქვენგან ბევრ რამეს არ ვითხოვ, თავარი არის რომ ხმარო გამცეთ ხანდახან რამეს კი არ მოგვითხოვ. ანუ დარჩე მაგრამ დარჩი ხო თამარ რო დარჩეთ ხოლმე თავიდან აი არაფერი არ თუ გინდა ნუ დამელაპარაკებით. შორისდებულებით ველაპარაკეთ, მაგრამ აი ესე რომ ხანდახან დაიძახოთ თუ გინდა მთის წვერზე ადი და იქიდან გადმოდახებ. კარგი. მესი არაფერს აქონდა, არაფერი არ მინდო რა. აი მანქანაში მქონია ყავა დათიკო ბაბაში. მანქანაში. აგი ყავა და შენ გაიხარე. კაი, მგონჯობია რომ საბოლოო კადრისკენ წავიდეთ და დამშვიდობებაც გადავიდეთ, ხო? კი. დამშვიდობება თქვენ დარჩით და თქვენ დაგემშვიდობებით. პრობლემა არ არის. თოვლი წამოვიდა გარეთ და გარე კადრი ხო არ ავიღო ბოლო კადრისთვის. გარე კადრი კი არა, ბიჭო, თოვლი თუ წამოვიდა, ჩავიკეტებით აქ, ზები ჩაიკეტე. გზები ხო იკეტება, გზები იკეტება, შედის ხსნილია კაცო, ამას ჩაიკეტო. არა, მოდი ბოლო დამთავრება ჩავწერო. ერთი წუთით რა, დამთავრება ჩავწეროთ და გავიქცეთ, თორე აქ დავრჩებით. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა დათიკო პაპა, დათიკო ბაბუა როგორც გნებავთ დღევანდელი ინტერვიუსთვის. ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა და პირობას გაძლევთ რომ შემდეგ წელსაც აუცილებლად ამოვალ და კიდევ ერთ ლამაზ ინტერვიუს ჩავწერთ. ნახვამდის. წავედით რა მათ არ ჩავიკეტოთ აქ და კარგად ზანდებოდეთ. კარგად ზანდებოდეთ. აბა წარმატებები ჯანმრთელად იყავით დიდხანს სიცოცხლე. წავედი, ესეც გამოვატანინე მე. კი. სადაც 4 წელი იქას მე 5 წლის შეშა.